გასული კვირა ვენდეტის მორიგი ეპიზოდით გაიხსნა. გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილის ცემეს. კურნალობას ბაჩიაშვილი ციხის საავადმყოფოში აგრძელებს. 10,000 პატიმარს შორის მაინცა და მაინც ბაჩიაშვილს რატომ აუშარდნენ ამის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. დანარჩენი საზოგადოებისთვის ცნობილია და BMG-ს გააგრძელებს უსამართლო ქვეყანაში მორიგი ანგარიშსწორების ამბის დეტალების მოყოლას. ირაკლი კობახიძის პირად კონტროლზე ყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი. მას შემდეგ, რაც ბატონი რიჟვაძე გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ, ცნობები მისი ჯანმრთელობის შესახებ ნაკლებად ვრცელდება, ისევე როგორც აღარავინ საუბრობს რიჟვაძეს ეკუთვნოდა წერილი, რომელიც აღმოაჩინეს თუ ისიც გათახსირებული ნაცების და Deep State-ის მოფიქრებულ დაწერილია. გასულ კვირაულშიც გაგრძელდა საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში, პრიორიტეტში ეკონომიკის სამინისტროს ქვე და უწყება იყო. ვიდრე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ითანხმებდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ მარიამ ქრივიშვილის დანიშვნას, ამასობაში შეიცვალა წამყვანი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და დაინიშნენ ახლები. ცხადია, ეკონომიკურ გუნდში და მის მიღმაც ეს პროცესი გაგრძელდება ამ ზაფხულს და გაღრმავდება ანტიკორუფციული ღონისძიებების კვალობაზეც. საქართველოს ტოვებს პოსტიდან გადამდგარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ის ამბობს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიის ოჯახებშია. ასე ფიქრობს ევროკავშირიც და ამატებს, რომ საქართველოში ვხედავთ სერიოზულ უკუსლასო. მოგვიანებით ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტო განსაზღვრა. საქართველოსთვის 8 პირობის გამოგზავნის შემდეგ ევროპამ მოახერხა და რუსეთის მე-18 სანქციების პაკეტიც დაამტკიცა. მე-19 პაკეტზეც დაიწყო მუშაობა. გასულ კვირაში აქტუალური კვლავ გახდა ავარიული სახლების ჩანაცვლების თემა. და ცხადია, აქტუალობა თემამ მორიგი ტრაგედიის შემდეგ დაიბრუნა, როცა სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ძველი ამორტიზებული შენობის გალავანი ჩამოინგრა, რამაც 2 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ევროკავშირის შესაძლო სანქციების ფონზე, რომელთა შორის SWIFT-ის სისტემაც ახსენეს, ყველაზე წინდა ხედულებმა საქართველოს ეკონომიკური გუნდიდან უმალ კვლავ ჩინეთს მიაშურეს და SIPS-ის, ანუ ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემის ხელმძღვანელიც დაგეგმილად თბილისში აღმოჩნდა. ბრძენმა ეკონომისტებმა ეროვნული ბანკიდან, რომელთაც რეგიონში და მსოფლიოში წამყვანი ქართული საფინანსო სისტემა ჩინეთისკენ მიყავთ სრულისვლით, ინფორმაცია გაავრცელეს, ეს დეზინფორმაცია არისო. ამასობაში ეროვნულ ბანკში გაურკვეველი გამოკითხვის შედეგად ჩათვალეს, რომ მაისთან შედარებით ივნისში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. მიზეზებზე საუბარი არ მიდის. იდეაში სიცხესაც ვერ დავაბრალებ. ამინდები საუცხოო იყო ივნისში და ივლისის პირველ ნახევარში. თუ სიცხის ამბავია, წარმომიდგენია, სად შეიძლება ავარდეს მოლოდინები სტატისტიკურ ინფლაციაზე საქართველოში დამდეგ თვეში, როცა ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს, თან ცელსიუსით. გასულ კვირაში გრძელდებოდა ნადირობა კოლ-ცენტრებზე, კორუფციულ გარიგებებში, ბოლო 13 წლის მანძილზე მყოფ პირებზე. ბალტიის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე კიდევ დაასანქცირა. რაიმე სიახლე ბაზის ბანკის და ლიბერთის გარიგებაზე არ ყოფილა. პროცედურები მიდის, თუმცა პარალელურად საქართველოში ბევრია უკვე ბიზნესი და მათი მეპატრონეც, რომელიც რელოკაციაზე ფიქრობს და ალტერნატიული საცხოვრისებიც მოიწყო. გათახსირებულ ევროპაში, ამთლად სათნებში, არაბეთის ქვეყნებში. ვიდრე ეროვნული ბანკი ჯერ ზომით მესამე და მეოთხე ბანკების კონცენტრაციის საკითხს სწავლობს და ჩინეთის საფინანსო სისტემის საფუძვლებს გაახლოვებს, მანამდე დადასტურდა და გეფა ჰუმანას წარმომადგენლობას ყიდულობს. კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა უკვე გასცა. დააგერ კვირის ბოლოსკენ გავრცელდა საბოლოო და საკმაოდ კონკრეტული გზავნილი ევროპიდან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ევროპარლამენტი ქართული ხალხის გვერდით დგას. ევროპარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. წერს ევროპარლამენტი.